სოფლის ნობათი ამტკიცებს, რომ პროდუქცია, რომლის გაყიდვიდან ამოღების ბრძანება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა, მომხმარებლისთვის უსაფრთხოა. კომპანია რძეზე, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინი აღმოაჩინეს, წერს, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. არადა ექიმთა თქმით, აფლატოქსინი კიბოს და ღვიძლის ციროზის გამომწვევი ნივთიერებაა, განსაკუთრებით ბავშვებში. ტოქსინი საბავშვო რძის ნიმუშებშიც აღმოაჩინეს. მედიკოსთა შეფასებით, ორსულის ორგანიზმში აფლატოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობისთვის რისკი შექმნას. სოფლის ნობათის ცნობით, ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტები დაამზადეს, აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. კომპანიაში ამბობენ, რომ წყვეტენ თანამშრომლობას ან პარტნიორთან. ბავშვებში როგორც წესი სწრაფი მოწამლა არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დოზა ჭირდება ამას და იშვიათი არის ძალიან, თუმცა რაოდენობის და ხშირი მოხმარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ ეფექტებთან, როგორც არის დის შეფერხება, იმუნური სისტემის დასუსტება, ასევე კოგნიტიური განვითარების შეფერხება და დავითმა რაც თქვა, ღვიძლის კიბოც შეიძლება განვითარდეს.